მოგესალმებით, თქვენ უყურებთ პოდკასტ ქრისტინესთან, შემდეგ ეპიზოდს. დღეს ჩვენი სტუმარია ადამიანი, ქალბატონი, თეკლა გუგეშაშვილი, რომელიც არის ძალიან აქტიური პიროვნება. ის არის ის ცხოვრობს გოლვეიში, მისი ემიგრაცია ითვლის 25 წელს. ქალბატონი თეკლა ძალიან მრავალფეროვანი საქმიანობებით არის დაკავებული. ის არის საქართველოს ირლანდიას შორის სავაჭრო პალატის საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმომადგენელი, თუმცა ეს არ არის მხოლოდ ერთი რეგალია, რაც შეგვიძლია ქალბატონ თეკლაზე ვთქვათ. მისი ყველაზე მთავარი საქმე, მე ვფიქრობ, არის 4 შვილის დედობა. ქალბატონი თეკლა დღეს მოგვიყვება მის ისტორიას ემიგრაციაში და მის საქმიანობას ემიგრაციაში. მოგესალმებით ქალბატონო თეკლა, ძალიან დიდი მადლობა რომ დღეს ჩვენთან ხარ და როგორც იქნა დავამთხვიეთ დრო, როდესაც ორივეს გცალია და ჩავწერეთ ეს პოდკასტი. უპირველეს ყოვლისა დიდი მადლობა მოწვევისათვის, მართლა რთული იყო, დროის არ ქონის გამო ორივე მხრივად. მივესალმებით თქვენს მაყურებლებს, მინდა გითხრათ, რომ ძალიან კარგი იდეაა, რომ ეს განახორციელეთ. მართლა ყველა ემიგრანტს სჭირდება ერთმანეთს გაუზიაროს, სასიკეთო გამოცდილება და ერთმანეთს დაეხმაროს. მე ვფიქრობ, რომ ეს იყო ბრწყინვალე, მადლობა ღმერთს, რომ ერთმანეთს შევხვდით. მადლობა რომ და ერთი თხოვნა მაქვს თუ შეიძლება, ქალბატონოს გარეშე თუ ვისაუბრებთ, ჩვენთვის უფრო მარტივი იქნება. დიდი მადლობა. როგორც თეკლათი მომხდეთ. დიახ. თეკლა, ჩვენ ყველა სტუმარს ეს ტრადიცია ჩამომიყალიბდა, მოკლედ ვკითხოთ, ვინ არის თეკლა? როგორი საინტერესო კითხვაა და ხშირად დასმული. მოდი ესე ვთქვათ, თეკლა არის ერთი ჩვეულებრივი ადამიანი, ქართველი, ქალი, რომელიც მაქსიმალურად ცდილობს, რომ შეინარჩუნოს თავისი ადათი, წესი, კულტურა. ვერაფერს ვერ დავამატებ. დებარ ჩვეულებრივი ერთი ქართველი, ქალი, დედა, 4 შვილის. თუმცა არაჩვეულებრივი საქმიანობები. ნუ, არ ვიცი, ახლა ეს რამდენად გამომდის, მე ჩემს ვცდილობ, მაგრამ რამდენად გამომდის ეს პოდკასტის ხელობის დროს მაყურებელი ამაში თვითონ დარწმუნდება. დიდი მადლობა. თქვენი ემიგრაცია დაიწყო 25 წლის წინ. აი, სულ მაინტერესებს ადამიანები როგორ იღებენ გადაწყვეტილებას ემიგრაციაში წამოსვლის. ჩემს შემთხვევაში მოხდა ეს რაღაცა ერთ დღეში. ძალიან უცებ მივიღე გადაწყვეტილება. აი, თქვენ 25 წლის წინ რამდენად უცებთან ირლანდია მაშინ ესეთი პოპულარული არ იყო ემიგრაციის კუთხით. რა თქმა უნდა. ხო, აი როგორ მოდი იმდენად დიდი ხნის წინ იყო, რომ ვთქვათ 1/4 საუკუნეა. ხო, ესე გამოდის და იმდენად დიდი ხნის წინ იყო, რომ თითქოს რაღაცნაირად აი დროც ისე უცებ შემომეცალა და ისე უცებ გამიფრინდა, რომ ამ საკითხებზე კი აღარც ვფიქრობ ხოლმე, საკუთარ თავთანაც რომ დამისვია შეკითხვა, რომ აი რატომ წამოვედი, რისთვის წამოვედი, ან საიდან მოვხვდი, რა იყო ჩემი მიზეზი. ანუ მე მაინც ვფიქრობ, რომ ყველა ადამიანს ალბათ ჩვენი მისია გვაკისრია, არაჩვეულებრივ ოჯახში გავიზარდე. მე არ წამოვსულო არა აქ რაღაცა ეკონომიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, არც მისთვის წამოსვლა, უბრალოდ რაღაცნაირად ცხოვრება მოიტანა ისე, რომ ამ ვითარებაში აღმოჩნდი, მაგრამ ძალიან მალე მოხდა ჩემი წამოსვლაც და ახლობით ალბათ ერთ კვირაში. ხო, აი ესე უცბად და მე მაინც ვფიქრობ დღევანდელი გადასახედით ხშირად მიფიქრია. საკუთარ თავთანაც თითქმის ყოველ დღესავ ამ კითხვას, რომ აი რატომ წამოვედი, აი რა მინდოდა. მე ვიცი მიზეზი უკან რატომ აღარ წავედი. მაგრამ აი რატომ წამოვედი ეს ჩემთვის რაღაცნაირად თითქოს ამისი პასუხი არ მაქვს. ალბათ იმიტომ, რომ ესე იყო ჩემს ცხოვრებაში, ჩემი ყველა ადამიანს თავის მისია აქვს. ღვთისგან და ყველა ადამიანს თავისი ჯვარი აქვს და ალბათ ფიქრობ, როდესაც ამართლებს შენი ემიგრაციული ცხოვრება შენს გადაწყვეტილებას, ეს ყველაზე კიდევ უფრო კარგია. დღევანდელი გადასახედიდან რომ ვფიქრობ, მართლაც გამართლების რა გითხრა, მაგრამ მე მართლაც ვცდილობ მაქსიმალურად რომ ჩემს უცხო ქვეყანაში ყოფნას სახელი ერქვეს. მე უფრო ვფიქრობ, რომ საქართველოს უფრო მეტად წარმოჩენილი იყოს. მე ყოველთვის ვფიქრობ, რომ მე ვიყო ჩემი ქვეყნის ელჩი ნებისმიერ სიტუაციაში, ამას მნიშვნელობა არ აქვს, ეს იქნება სამსახურეობრივი, ეს იქნება ფაბში, შევალგასართობად, საზოგადოებაში ვიქნები, ამას არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. მე ყოველთვის ვფიქრობ, რომ წარმოვადგინო არასოდეს არ მავიწყდება, რომ მე წარმოვადგენ საქართველოს და არა მარტო ერთ კონკრეტულ თეკლას. თეკლა, თქვენ ახლა თქვით, მე ვიცი რატომ არ წავედი უკან. რატომ არ წავედით უკან? რატომ არ წავედი უკან? ჩემი წამოსვლა იყო ძალიან მცირეხნიანი, ანუ მე მაინც ვფიქრობდი, რომ მალევე საქართველოში უნდა დავბრუნებულიყავი. შემეძინა შვილი, უფროსი პირველი შვილი, დიახ, შემეძინა ლუკა, რომელიც ახლა არის 21 წლის და როდესაც ლუკა გაჩნდა ირლანდიის მოქალაქე.
და უკვე ისეთ მდგომარეობაში აღმოჩნდი, რომ ფაქტიურად ეს ბავშვი იყო ამ ქვეყნის მოქალაქე, მე თუ საქართველოში წავიდოდი უკვე ამბავს თავის მომავალს ფაქტიურად ურევდი, რატომღაც ესე მივიჩნია და იმაში კი ღრმად ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი, რომ არასოდეს არ დავკარგავდი იმ ჩემ ნატურალურ ქართველობას და ეს შტრიხი რაც ჩემში იყო, ეს ზუსტად ვიცოდი, რომ ამას არაფრით არ დავთმობდი და ფაქტიურად გამოდის, რომ საწყისისთვის დავრჩი მარტო ამ ერთადერთი კონკრეტული მიზეზით, თუმცა ლუკას გამო, ანუ რომ ჩემი შვილი დაიბადა ირლანდიის მოქალაქე, მე მიმიყვა რა თქმა უნდა უფრო მეტი შვილები და ეხლა 4 არიან, ღმერთმა ამრავლოთ, მაგრამ აი ეს იყო მიზეზი, რომ წავსულიყავი, მე მიმაჩნდა, რომ ჩემი შვილის მომავალს მეტნაკლებად ამას ურევდი. ხომ ფიქრობდი, რომ აი ფრისკულს რომ მორჩება, მე წავალ. მე ხო, ეს იყო სხვა ესე ნაბიჯ. მე ფიქრობდი, რომ პირველ კლასში უკვე თბილისში მივიყვან. თუმცა მე მინდა გითხრათ, რომ ესეც მოსინჯე იყო რაღაც ამერიკული სკოლა საქართველოში და დედიკოსთან რო ჩავედი, დავტოვე ლუკა იქ რაღაცა პერიოდი და გაუჭირდა ბავშვს იქ ძალიან გაუჭირდა. კი, ხონდა რაღაცა სერიოზული პრობლემები და ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩემთვის ესე უკეთესი იყო. თუმცა ქრისტინე მინდა გითხრა, ამდენი წელი გავიდა და ჩემი ოჯახი ჯერ კიდევ მაინც არ და ვერ შეეგუა იმას, რომ ხართ ემიგრანტი მქვია დღეს მე ყველა ჩასვლაზე დედას მოლოდინი აქვს, რომ აი ეს არის, რომ ჩავედი და უკვე დავრჩი, მაგრამ ეხლა ფაქტიურად შეუძლებელია ეს 4 შვილი ყველას თავის ცხოვრება აქვს. დიახ, აქ მოღვაწეობენ და თითქოს შევეგუე ამას, რომ ყველას ჩვენი მისია გვაქვს და ღმერთმა მეც ეს ჯვარი მომცა, რომ აი აქ უნდა ვიყო ირლანდიაში. თეკლა, პირველი სამსახური რო გაიხსენოთ? ძალიან კარგი კითხვაა, ძალიან. პირველი ჩემი სამსახური იყო, თევზის მაღაზია იყო, სადაც მეგობარი მყავდა. ბოდიში, ჩაგეკითხებით, ეგ დუბლინში თუ უკვე გოლვეიში ხართ? გოლვეიში, მე დუბლინში არ მცხოვრია. თავიდანვე იქ დაიწყე მოღვაწეობა, თევზის მაღაზია იყო, რომელიც პირველად მეგობარი მყავდა ინგლისში, რომელმაც თავის ბიძასთან გამიშვა, მაგრამ მე ვიყავი ძალიან პატარა. და თქვენ ამ დროს უკვე ინგლისური იცით? აბსოლუტურად არაფერი არ ვიცი, ადამიანებს რო ხედა, უბრალოდ იცი რა, მე იმ ასაკის წარმომადგენელი ვარ საქართველოდანაც, აი რო ვთქვათ ესეთი, რომ რუსულს არა, მაგრამ ინგლისურსაც ჯერ კი ვერა. ანუ ეს აი არეულობა რო იყო, გაკვეთილები რო არ ტარდებოდა და ისე გამოვიდა რაღაცნაირად, რომ ვერ ვიტყვი, რომ ან ფლუენტ რუსული მქონდა, ან ფლუენტ ინგლისური მქონდა, არც ერთი მქონდა და არც მეორე, ქართული ვიცოდი კარგად. და ისე აღმოჩნდა, რომ პირველად რომ ამ სამსახურში მივედი, აი ჰაი და ბაი, მაგრამ ხანდახან მავიწყდებოდა ხოლმე, რომ ბაი იყო შესვლისას თუ ჰაი იყო გამოსვლისას, ანუ არ ვიცოდი ეს სასაუბრო ენა, მაგრამ რაღაცნაირად ადვილად ვიმკვიდრებდი ხოლმე ღვთისწყალობით, აი ადგილს. ჯერ გოლვეიც თბილია, იცი, გოლვეი ცოტა სხვანაირია, ახლა არ არის დედაქალაქი და კადის მიღმა ამაზე ვსაუბრობდით, ხო? ხო, დიახ, გოლვეი სხვანაირია, უფრო სხვანაირი მიმღებლობა ჰქონდათ და აქვთ დღესაც ამ ემიგრანტების მიმართ. და აი თითქოს თავი ისე ვიგრძენი, რომ სადღაც წარმოშობით რაჭიდანმა, რომელიც ძალიან მიყვარს და თითქოს თავი ისე ვიგრძენი, რომ სადღაც აი რაჭაში ვარ და აი შინაურ ადამიანებში ვარ და აი ძალიან გამიადვილეს. ეს იყო თევზის მაღაზია, სადაც დავიწყე მუშაობა, ძალიან ბევრი ვიწვალე. აი უკიდეგანოთ, ვერაფერს ვერ ვიკებდი, რას მავალებდნენ, მაგრამ ალბათ ჩემი აი ეს დამოკიდებულება მათ მიმართ მეხმარებოდა ხოლმე, რომ გამეკეთებინა მაინც და შემესრულებინა ეს დავალებული საქმე, თებშებს რო ეცხავდი. კიჩენ პორტერი ვიყავი. ხო, რომ აი ეს შემოსავალი მქონოდა რა, ეს აუცილებელი იყო. ხო, ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი. აი, თეკლა, როდის მიხვდით, რომ მხოლოდ საკუთარი ცხოვრებით ვერ შემოიფარგლებოდით და საზოგადოებრივ საქმიანობაში როდის გახდით აქტიური? მე ვფიქრობ, რომ საიდან დაიწყო ეს ნაბიჯი? კი ბატონო, მიგივხვდით შეკითხვას. იცი რა ქრისტინე, ბავშვობიდანვე ნატურალი მქონდა ისეთი პერსონალიტი, რომ სკოლაში იყო და მოსწავლე ახალგაზრდობის კავშირი იყო, მაშინ ისე მახსოვს დემური კალანდაძე იყო, რამდენადაც მახსოვს. მე სტუდენტობა მომიწია რაღაც პერიოდი და იმ სტუდენტობის განმავლობაში უკვე სტუდკავშირში ძალიან ჩართული ვიყავი, აქტიურად ვიყავი, მაგრამ აი ემიგრაციაში ეს მარტივი არ იყო, ანუ ყველა საქმეს აქვს თავისი რთულეები და ყველა საქმეს აქვს თავისი მარტივი გზები, მაგრამ აქ აუცილებლობას მოითხოვდა ეს. რაში დაინახეთ ეს აუცილებლობა? ქართველების გაერთიანებაში. აი თითქოს როგორ იყო, იცი რომ თუ ვიღაცა გასაჭირის წინაშე ვდგებოდით, მარტო ეს გვაერთიანებდა ხოლმე ქართველებს და ხიში ცოტა თავშეკავებულები ვიყავით ხოლმე და
მე ვფიქრობდი, რომ რაღაც აუცილებელი იყო, რომ შექმნილიყო ისეთი ბაზა, რომ სადაც აი ერთმანეთს ერთ ოჯახს დავარქმევდით და ღმერთს მადლობა ამისათვის, რომ ეს დღეს ჩვენთან შემდგარია ერთი დიდი ოჯახი ვართ Galway-ში, ესეთი გვაქვს ჩვენ სათვისტომო. და პირველი ნაბიჯები რო გაიხსენოთ. პირველი ნაბიჯები რო გავიხსენო, აი სათვისტომო როგორ სათვისტომო შეიქმნა ეხლა ხანს, მაგრამ მე ძალიან კარგად მახსოვს 2004 წელს მაშინ ფეხმძიმედ ვიყავი ლუკასზე და პირველად როდესაც გაიჟღერა რომ აქ წმინდა მაქსიმე აღსარებლის ტაძარი როდესაც ჩამოყალიბდა მათ ჰქონდათ სურვილი რომ წირვა აღევლინათ ქალაქ Galway-ში და მე მახსოვს ძალიან ანუ რამდენი წლის წინ ნახე ჯერ კიდე როდის მე მახსოვს ძალიან რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მომიწია ჩართულობა ანუ აი არაფრიდან რაღაცნაირად იმიტომ თქვი და აღნიშნე რომ ალბათ ყველა ადამიანს თავისი ჯვარი აქვს მე ამის მჯერავს და მე ამის მწამს რომ არავინ არსად არაფრისთვის არ ხვდებით ეს არის უფლი იმიტომ რომ შეუძლებელია ადამიანმა რაღაცები მოახერხო თუ არ არის ნება უფლის აი მე ეს მწამს და მჯერავს და აი მაშინდელი დროიდან შედგა მაშინაც რამდენიმე წირვა ჩატარდა თუმცა მე რაღაცა გარკვეული მიზეზების გამო ეს ჩამოიშალა და მე ძალიან მწყდებოდა ამაზე გული მწყდებოდა იმ ზომამდე რომ კონამარა ჩვენთან ადგილი სადაც ხშირად აი ძალიან რო გადამეღლება ფსიქიკა თუ ემოციები თუ აი ფიზიკურადაც რომ დავიღლები მივდივარ ხოლმე იქ მანქანით რაღაცა 45 წუთი საათი სავალია და რომ მივდიოდი ხოლმე და მივდივარ დღესაც სულ ჩემს ფიქრებში იყო ყოველთვის რომ აი ეხლა აი აქ ამ თაზე რომ აღმოჩნდეს რომ ჩვენც გქონდეს მონასტერი ჩვენც გქონდეს სამლოცველო აი ეს იყო სულ ჩემი ხშირად იყო ჩემი მეუღლეს უკითხე ხოლმე რომ თიკარაზე ფიქრობ და ეს იყო დიახ თან ეკლესია ემიგრაციაში მხოლოდ ეკლესია არ არის არის ჩვენი ქართველების თავშეყრის ადგილი, სადაც ძალიან ბევრი პრობლემები გვარდება ემიგრანტების. კი ბატონო, კი, ზუსტად ეს იყო და ძალიან მქონდა სურვილი და ძალიან მინდოდა, რომ აი ეს რეალობაში ეს საკითხი მოსულიყო. რა მოხდა მე როგორ დავფუძვლით? ის ეხლა ხანს მოხდა. მადლობა ღმერთმა ისმინა ჩემი ალბათ ვედრება და მე უფე ანდრია მოგვიჩინეს ჩვენს ინგლისი ირლანდიას და კორკში ვიყავი ჩასული წირვაზე, სადაც შევხვდი მეუფე ანდრიას. და მან დასვა ესეთი შეკითხვა და თქვა, რომ კორკში ვართ, ჩვენ ეს Galway-ში არ ხდება და მან დასვა ესეთი შეკითხვა, რომ რაში შეიძლება რომ განვითარდეთ. და აი ეს ჩემი ფიქრები ამ კონამარის მიმართულებით პირდაპირ ჩემს მეხსიერებაში ქვეცნობიერიდან ამოვიდა და მივიჩნიე, რომ ჩვენ უნდა განვითარდეთ იმაში, რომ თეკლა ახლა არის იმისით, რომ მოკრძალებულად მეუფე ანდრიას სთხოვო დახმარება. როგორც კი წამოვედით კორკიდან, იქ არ გამიცნია ეს. როგორც კი წავიდა მეუფე ანდრია და უკავშირდით ჩემს მოწყარს საქართველოში და ვთხოვე, რომ თუ შეიძლება კურთხევა მომეწით ესეთი რაღაცის განხორციელება მსურს, რომ ესე იგი ჩამოყალიბდეს სამლოცველო. ანუ სამრევლო შეიქმნას. აი ეს იყო ამ ყველაფრის საწყისი. როდესაც ვესაუბრე ჩემ მოწყარს მამა არჩილს, მან მითხრა, რომ თეკლა ეს ის საკითხია, რომ მეუფე ანდრიასთან გაიარე, როცა კურთხევა მიიღე, თუმცა მე ძალიან მრცხვენოდა, იმიტომ რომ ის მაინც მეუფე იყო და რაღაცნაირად წარმომედგინა, რომ რაღაცნაირად დისტანციები საჭირო იყო. და ნუ თავისუფლება მივეცი და მივწერე მეუფე ანდრიას, მეუფე ანდრიამ გაიხარა, მომცა ლოცა კურთხევა და მითხრა, რომ თეკლა შეგიძლია ყველა კეთილ საქმეში მადლით იმოქმედო და გადადგა ნაბიჯები. იმისათვის რომ შექმნილიყო ეს წმინდა ნინოს სამრევლო ვართ Galway-ში, იმისათვის რომ შექმნილიყო წმინდა ნინოს სამრევლო, ქრისტიანი აუცილებლობას წარმოადგენდა, რომ ყოფილიყავით სათვისტომო. და ანუ ნაბიჯ გაგვევლო, დიახ. ანუ ჯერ უნდა შექმნილიყო საზოგადოება, დიასპორა, სათვისტომო. სათვისტომოს უნდა მოჰყოლოდა მე საგანმანათლებლო მიმართულება. დიახ, მიმართულება უნდა ამაში განვითარებულიყო, რომ ეს აუცილებლობას წარმოადგენდა და მესამე საფეხური იყო, რომ ეს რელიგიური ხედვით ჩვენ შეგვძლებოდა საბუთების მოწესრიგება, რომ დაგვიარსებინა წმინდა ნინოს სამრევლო და მადლობა უფალს ძალიან მალე. ეს ისე მალე მოხდა, რომ გააზრებაც ვერ მოვასწარე. მინდა გითხრა, რომ სადღაც აგვისტოს შუა რიცხვებში ეს იდეა გაჩნდა, მეუფე ანდრიასთან შეთანხმდი და 15 სექტემბერს სკოლა გავხსენით. აი ეს იყო 2024-ში. ეს იყო წარმოუდგენელი. ერთი წელზეა საუბარი, ანუ იგივე წელს აგვისტოში იდეა გაჩნდა და სექტემბერში ეს დაფუძნდა. და სკოლაზე რომ მოგვიყვეთ, აი ძალიან მაინტერესებს. დიახ, სკოლაში ვაერთიანებთ ქართველ ბავშვებს. კი. ძირითადად ვასწავლეთ რელიგიას
ისტორიას, ქართულ დამწერლობას. იცი რა მაინტერესებს? ქართველ ბავშვებს, ვინც აქ არიან, კითხვა უჭერთ ქართული? ჩემს შულს ძალიან უჭერს. აი, რა თქმა უნდა. ჩემს ოჯახში ყველაზე ძალიან სანამ სხვის განხილვაზე თავს შევიკავებ, ჯერ საკუთრივ დავიწყებ, დიახ, ჯერ საკუთრივ დავიწყებ ამას, არავის არ ვაკნინებ, ეს არის ალბათ ჩემი შეცდომა როგორც მშობელის. არა, ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ ჩემს ოჯახში მე მეგონა რომ ლუკამ ყველაზე კარგად იცოდა უფროსმა, იმიტომ რომ მასში ბევრი ენერგია ჩავდეთ და ჩემ მეუღლემ რომ მისთვის გვესწავლებინა, უფრო მეტად მოვინდომეთ, უფრო მეტი სიახლოვე ქონდა საქართველოსთან. ხო, სანამ დაემატნენ ამდენი და ისე აღმოჩნდა, რომ ყველაზე ცუდად ლუკამ იცის დღეს, ანუ კესომ, მიამარიამ და მიქაელმა უფრო კარგად იციან საუბარი, ვიდრე რანუ რა მოხდა, ზრდასთან ერთად. შენ კი შენსაც ასწავლი ქრისტინე და მაქსიმალურად ყველაფერს. წილი არიან სკოლებში, სასწავლებლებში. გარემო, სამეგობრო, იქ სპორტი, იქ თავიანთი აქტივობები ბავშვებს და ერთმანეთში ჩვენთან ეს აკრძალულია. ოღონდ ახალისების მხრივად, ანუ თუ ვინმეს შეეშლება, რაღაცა ფულადი პრიზი აქვს ჩემ მეუღლეს და თუ ვინმეს შეეშლება, მე ის პრიზი აღარ მოსდის და ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობენ რომ ქართულად ისაუბრონ. აქედან გამომდინარე, რასაკვირველია, საკუთარ ოჯახში ვერ ვაწესრიგებ ამ პრობლემას და რა თქმა უნდა, რომ ქართულ ბავშვებთან ამ პრობლემის წინაშე ვდგევართ, მაგრამ ბავშვებს ინტერესი აქვს და ეს არის, იცი, უხარიათ. პირველ რიგში აი თამაშით იყო ხოლმე ეს პროექტი. მაგალითად, ერეკლეს უყვარს კუბდარი. ამ კუბდარის ვასწავლეთ, ნუ სვანი ჩემი უსაყვარლესი ოჯახი, ნუ ერთი ოჯახი ვართ ჩვენ და ამ ბავშვს უყვარს კუბდარი და აი მაგალითად ერეკლეს ვასწავლედით ამბანს კუბდარი კ ესე იწერება, ისე ვიღაცას ხინკალი, ვიღაცას წვადი და აი ესე თამაში ხდებოდა ამ შესწავლა ამ ბავშვების ამ პროცესის რო შეგეყვარებინა მათთვის. რამდენი ბავშვი ყავთ სულ? ეხლა დაახლოებით ალბათ 15-20 ბავშვი მერყეობს, მაგრამ ჩვენი პრობლემა რა იყო, იცით, ჩვენთან იყო ქართული ცეკვის ანსამბლიც. აი ამ ქართული ცეკვის ქორეოგრაფია უფრო აერთიანებდა ამ ბავშვებს და უფრო აერთიანებდა. არა, ხელოვნების მიმართებით ისე მივყვებით, მაგალითად გალობასაც ვასწავლით ბავშვებს, მაგრამ აი რაღაცა ქართული ცეკვის ქორეოგრაფია ძალიან საინტერესო იყო მშობლებისთვის, ძალიან მეტი ინტერესით იყო სავსე. მაგრამ რაღაცნაირად მოხდა ისე, რომ ზოგ ბავშვს გადაადგილება მოუწია საქართველოში სამწუხაროდ, კი ბატონო. და აი ამ მდგომარეობაში ვართ ეხლა, მაგრამ ყოველ შემთხვევისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენთვის რაც იყო ქრისტინე, სამრევლოს შექმნა და შედგომა უფლის წყალობით ეს შედგა, დიახ, და გასულ კვირას პეტრე პავლობას მეუფე ანდრია ყავდა სტუმრად, მამა ლეოინდესთან ერთად, ღმერთმა დალოცოს და სხვა სასულიერო პირებთან ერთად, გაგვიხარეს ძალიან გული და მოგვიჩინეს ჩვენი მოძღვარი მამა სვიმეონი. და ანუ გამოდის რა ქრისტინე რომ რისთვისაც წვალობდით, რისთვისაც ცდილობდით რომ მიგვეღწია უფლის წყალობით, დიახ, ეს შედგა წირვალოც მიმდინარეობს, ბავშვები ინათლებიან, ზიარება აღსარება მიდის და ჩვენ კიდევ ვართ ბედნიერები, იმიტომ რომ ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. ძალიან დიდი, ბევრი ადამიანი, ბევრი ქართველი არის გოლვეიში, როგორც ბევრი ქართველი არის კი გოლვეიში, სხვათა შორის იმ დღეს ეს კითხვა იყო და აუცილებელი იყო სხვა სამსახურიდან, რა თქმა უნდა, რომ ეს მომეძიებინა. გოლვეიში სადღაც 800-900 ქართველი არის კი. რადგან ბიბლიოთეკის დაარსებას, ბიბლიოთეკაში ქართული კუთხის დაარსებას ეს შემდეგი პროექტია. მოგიწევთ აუცილებლად გაცნაზე. კი ბატონო, ამას ვაპირებთ და ამ საკითხთან დაკავშირებით საუცილებელი იყო, რომ მოგვეძიებინა. უბრალოდ რაშია საქმე, იცი, რომ აი ამ ქართველებიდან ბევრი საქართველოს მოქალაქე აღარ არის და შესაბამისად აღრიცხვაზე უკვე საკონსულოში აქ აღარ დგას და არ ფიქსირდებიან როგორც პიკი არ არის და უკონტროლო, ანუ ზოგს არ აქვს მაგალითად ქართული. თეკლა მე რაც გავიგე ახლა და სხვათა შორის ცოტა გაკვირვებულიც დავჭი, მაგრამ ეს ძალიან მაგარი ამბავია, თქვენთან ქართულ სკოლაში ბავშვები სწავლობენ უფასოდ. კი ბატონო, კი, ნამდვილად ჩვენთან აბსოლუტურად ეს არის აბსოლუტურად ჩვენთან ყველაფერი არის უფასო, მე მინდა გითხრათ. აი ამას ხაზი უნდა გავუსვათ ძალიან. აბსოლუტურად რასაც ისიც მინდა რომ მოგვიყვეთ, რის ხარჯზე ხდება ეს ყველაფერი? აი ეს აუცილებლად. კარგი შეკითხვა, ესეც იდეალური. მოკლედ მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენთან ყველაფერი არის უფასო.
ბავშვებს გალობას მე თვითონ ვასწავლი და ჩემთვის ეს არის სიამოვნება რომ ბავშვებს ამას ვასწავლი და გადავცემ მე ერთგვარად ამითი საკუთრივ სიამოვნებას ვიღებ. ესე მიხარი, ანუ ესე მომწონს და ჩემთვის ეს ქველმოქმედებაა და ამითი ბედნიერად ვარ ნამდვილად. ასევე იყო ჩვენთან ცეკვაც, ასევე იყო ჩვენთან სიმღერაც ქართული ფოლკლორს ვასწავლით ბავშვებს და ეს ყველაფერი არის უფასოდ. ანუ რა ხდება ახლა რითი ვფინანსდებით ჩვენ? ირლანდია საქართველოს სავაჭრო პალატაში ეს 2016 წლიდან მოღვაწეობთ და ეს არის ერთადერთი ოფიციალური ირლანდიას მაგ საქართველოს სავაჭრო პალატა, აქ ბევრი არის, რა თქმა უნდა, დუბლინშიც არის რაღაცა სავაჭრო ორგანიზაციები შექმნილი, მაგრამ სავაჭრო პალატა როგორც ესეთი სახე, დიახ, ეს ვართ ჩვენ და არის გოლვეიში და ამისი შექმნის იდეა საერთოდ ისე წამოვიდა, რომ მაშინ მახსოვს ჩემი მეუღლე ჰილდეგარდი ნოქტენთან მუშაობდა და ის იყო სენატორი, ახლა მინისტრია. და მან თქვა რომ დამფუძნებლებშია სხვათა შორის ისიც 7 ირლანდიელი დამფუძნებელი ყავს ამ ორგანიზაციას და 7 ქართველი და მაშინ ეს იდეა რომ წამოვიდა საქართველოშიც იყვნენ ჩვენთან სტუმრად ჩამოსულები სახელმწიფო რაღაც ესეთი პროექტი იყო და გაცვლეთი რომ გაეცნოთ ერთმანეთი მაშინ ითქვა რომ ყველაფერი არის დუბლინში ნუ თუ როგორც ჩვენთან თბილისში ნუ capital ой დედაქალაქია და მან თქვა რომ რადგან ჰილდეგარდი თვითონ გოლვეიდან არის და ჩვენც მან თქვა მაშინ რომ მოდი ეს გავაკეთოთ გოლვეიში ანუ აი ესე მოხდა გოლვეიში ირლანდია საქართველოს სავაჭრო პალატის ჩამოყალიბება და ამ სავაჭრო პალატაში მე მავალია საქველმოქმედო და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი 2017 წლიდან ფაქტიურად 2024-მდე სანამ ჩვენთან გოლვეიში ჩამოყალიბდა ეს მეუფე ანდრიას ლოცვა-კურთხევით მე ვემსახურებოდი ამ საქველმოქმედო საკითხებს, რა ღრმად და დეტალურად ამაზე არ ვისაუბრებ საქართველოში და ეს ფინანსებდა ირლანდიიდან ყოველთვის და ეს იყო პალიატიური care თუ ეს იყო დაუშვათ თავშესაფარში მცხოვრები ბავშვები თუ კოვიდის დროსაც უამრავი დაუსრულებელი ხო მინდა ესეც აღვნიშნო კი ბატონო ასევე მინდა გითხრათ რომ ირლანდია საქართველოს სავაჭრო პალატა იყო პირველი ვინც უკრაინის ემიგრანტები კონაქტის რეგიონში მიიღო და ხელი გაუმართა უზრუნველყო მათი საგანმანათლებლო პრობლემები საცხოვრებელი და ასე შემდეგ და მე რა თქმა უნდა უკვე წითელი ჯვარი და ისინი ჩავიეთ და მათ გადავაბარეთ ჩვენი ეს დახმარება რადგან პირველი ეს იყო ირლანდია საქართველოს სავაჭრო პალატა რა თქმა უნდა ეს ცნობილი ფაქტია და მაშინ პრესაც ამ საკითხზე წერდნენ და ანუ შორს რო არ წავიდეთ აი ეს დაფინანსებას მე ვიღებდი ხოლმე ირლანდია საქართველოს სავაჭრო პალატიდან და ისე აღმოჩნდა რომ როდესაც უკვე გოლვეიში დავაფუძნეთ საქართველოს ვეღარ ვემსახურები სამწუხაროდ იმიტომ რომ აქ რა თქმა უნდა აქ არის უამრავი ხარჯი აქ არის და იმიტომ რომ თავიდან ეხლა რომ მშობლებისთვის კი უფასოა მაგრამ არა მშობლებისთვის კი უფასოა მაგრამ ჩვენთვის უფასო არაფერი არ არის მე ამ ყველაფრისას ეს დაზღვევაა თუ კი რა თუ აბსოლუტურად ყველაფრისას ამას ვიხდი თუ თვითვეული დღესასწაულია თუ რაც არის ამისას აბსოლუტურად ყველაფრისას დიახ ვიღებთ ხარჯს მაგრამ ეს ხარჯი მიდის ირლანდია საქართველოს სავაჭრო პალატიდან თუმცა წელს უკვე მოგვეცემა იმის შესაძლებლობა რომ თანადაფინანსებაში ქალაქის მერიიდან ცოტა დახმარება მივიღოთ და ეხლა აი ამას არის მაგრამ ის რომ დაფინანსება მიგეღო ქალაქის მერიიდან ამას უნდა მიაღწიო უფრო მეტად უნდა იყოს აქტიური ეს პროექტები უნდა განახორციელო რომ ამ ეტაპამდე მიხვიდე და ნელ-ნელა ნაბიჯ მივდივართ და იმედი მაქვს რომ ერთ შენიერ დღეს უფრო მეტი დაფინანსებასაც მივიღებთ და უფრო მეტად გავიკვლევთ გზას. თქვენი ძირითადი საქმიანობა ირლანდიაში ჩემი ძირითადი საქმიანობა ჩემი ორი განსხვავებული განათლება მაქვს ანუ ანატომია და ფიზიოლოგია ანატომია და ფიზიოლოგია და მეორე სოცმუშაკი social worker და psychologist სოცმუშაკი და ფსიქოლოგია ძირითადად მუშაობ სკოლებში ბავშვებთან სოცმუშაკად და ფსიქოლოგად ანუ მომიწია მუშაობა ანატომია ფიზიოლოგიის მხრივ მხოლოდ კოვიდის დროს როცა იყო სავალდებულო რომ ეს აუცილებლად უნდა გემუშავა სხვა გამოსავალი მაშინ არ იყო თორე ისე ეს ანატომია ფიზიოლოგია მხოლოდ რაღაცა ოჯახური შეიძლება როგორც ფსიქოლოგები კითხვა დაგისვათ ქართულ ბავშვებთან თუ გიმუშავიათ ამ კუთხით კი როგორ აი მაინტერესებს იმიტომ რომ ჩემი შვილიც ემიგრანტია ჩემთან ერთად და მე შეიძლება მშობლის დონეზე ესე მაგრამ პროფესიულ დონეზე მე ვერ ვაფასებ
აი რა პრობლემები აქვს ქართველ ბავშვებს? გააჩნია ბავშვი რომელია, ბავშვი რომელიც კი ბატონო, რა თქმა უნდა, თინეიჯერები განსაკუთრებით ეს ძალიან ისეთი და რას უნდა მივაქციოთ მშობლებმა ყურადღებას? გააჩნია, იცი როგორ არის ბავშვებს, რომლებიც ემიგრანტები არიან, მაგალითად, ბავშვი რომელიც აქ დაიბადა, აბსოლუტურად სხვა პრობლემები უვითარდება და ბავშვი რომელიც ემიგრაციაში მიდის და მოდის, ეს ზუსტად ის პრობლემა არის, რაც ჩემს შვილს ლუკას დაემართა, მაგალითად საქართველოში ყოფნისას. იმ ბავშვებს ეს ემართებათ ირლანდიაში, რადგან მათ აქვთ მონატრება, მათ აქვთ უცხო გარემო, შეგუება, კულტურა, მამათი მორალი სხვანაირია, ემათი დიახ, მენტალიტეტი, ანუ ენის ბარიერი ყველაზე დიდი, რომ ბავშვებს არ აქვთ ინგლისური და სკოლაში ადგილს ვერ იკავებენ თავისასაც, არამედ უჭირთ კონტაქტი და ურთიერთობები მეგობრებთან. და ყველაზე მეტად რა შევამჩნია, იცი, ჩემი გამოცდილებიდან რას ხედავ, რომ ზოგადად ემიგრანტ ბავშვებს სულ ყველას ერთი და იგივე პრობლემა აქვს, აქ არ არის მნიშვნელოვანი, ეს ქართველია ბავშვი, ეს არის უკრაინელი, ეს არის დიახ, ეს არის დაუშვათ პაკისტანიდან თუ აფრიკიდან დაუშვათ, აი ყველა სკოლაში, იმიტომ რომ ყველა სკოლაში ყველა ყველას ხვდები, ყველა ქვეყნიდან ბავშვს ხვდები და ფაქტიურად პრობლემა ერთი და იგივეა, თითქოს ვირუსივით არის, აი ყველას ერთნაირი პრობლემა აქვს ამ ბავშვებს და ძირითადად უჭირთ, ანუ ახალი გარემოს შეგუება, სადაც ცდილობენ რომ თავიანთი თავი დაიმკვიდრონ, დიახ და სადაც აი უკვე მიდის რომ ადგილობრივი ბავშვები ან ეს ბულინგი საერთოდ ზოგადად ჩვენ დროს ამას ხუმრობას ვეძახდით რა, ჩემს ბავშვობაში მახსოვს. კი ბატონო, დაგეთანხმებით. სხვათა შორის მაგ ბულინგის მსხვერპლი ყოველთვის ვიყავი, რომ საქართველოშივე ნატურალურად წითელი თმები მაქვს. და ეხლა ეს აქ კი ძალიან კარგად ადაპტირებას მეხდენს ირლანდიელებთან და ფაქტიურად ხო ვერც კი არ გვყავენ ხოლმე ქართველი ვარ თუ არა, მაგრამ საქმე იმაში არის, რომ საქართველოში როცა ვცხოვრობ და ბავშვი რო ვიყავი, არასდროს ჩემთვის თიკა და თეკლა არავის არ დაუძახია, სულ ყველა რაღაცა ნიქნეიმით და სულ ყველა რაღაცა და მე კი მწყინდა. და მაგრამ ეხლა დღეს ამას ბულინგი ქვია. და სხვათა შორის აი ეს განიცდიან ეს ბავშვები, ჩვენ მე ვფიქრობ, რომ generation შეიცვალა. და უკვე ბავშვები სხვანაირად მოდიან, ხო ჩვენი თაობა რო იყო, მე მაინც ვფიქრობ, რომ ის თაობა უკვე აღარ არის და ამ ბავშვებს სხვანაირად ვითარდებიან, სხვანაირი აქვთ განვითარება. კი, მე ესე ვფიქრობ, სხვანაირი აქვთ მორალი, სხვანაირი აქვთ მენტალიტეტი. მე მაინც ვფიქრობ, რომ ჩვენ უფრო ცოტა სხვა თაობა ვართ. და აი ეს არის რომ გამოდის რა, რომ ჩემთვისაც ის მაშინ ტკივნეული იყო და ვაიმე დამცინიანი იყო, მაგრამ ზოგი სიყვარულით ამბობდა, ზოგი მართლა შეიძლება დამცინოდა, მაგრამ დღეს ესეთი რაღაცა უკვე ბულინგი ამის გამო ბავშვი დეპრესიაში ვარდება და ვითარდება უფრო ცოტა მეტი სერიოზული პრობლემები, ვიდრე ჩვენ დროს. მშობლებს რას გვერჩებდით ბავშვებთან მიმართებაში? ალბათ ბავშვს უნდა მეტი მოსმენა, რისიც ყველაზე მეტი პრობლემა გვაქვს ემიგრანტ დედებს. მუშაობენ დედები. ძალიან ხშირი არის ეს, რომ მე მინდოდა რომ მეთქვა, მე ცადე რომ მეთქვა, მაგრამ დედა შენ არ გეცალა. ან არის შემთხვევები რომ კი, აი ეს არის აი ძალიან დიდი შეცდომა. ბავშვს უნდა მისცე თავისუფალი ნება. ჩემი ხედვა ესეთი, აი როგორც დედის, არავით არის ფსიქოლოგის, როგორც მართლმადიდებელის მე ვფიქრობ, რომ ბავშვს უნდა მისცე თავისუფალი ნება. და თუ შენ რამე არ მოგწონს შენ შვილში, მე მაინც ვფიქრობ, რომ შენ ხარ დედავალდებული, რომ კი არ გამოასწორო ეს, მისთვის მეტი ილოცო. და მე ძალიან ხშირად ყოფილა ხოლმე ესეთი ხა მაგალითს ვერ მოვიყვანო, ბევრ დროს ვერ წაგართმევთ, რომ აი ლოცვის შემდეგ სხვა შედეგი დამინახია. იმიტომ რომ ყველა ბავშვს აქვს დეფიციტი და ჩვენი ამ მშობლების მე ვფიქრობ, მშობლების არის პრობლემა თუ ბავშვმა რამე ვერ გადმოგცა. ანუ ის არა რომ მე რომ კარგი დედა ვარ და შენ ეკონომიურად უზრუნველყოფ, მე არ ვფიქრობ, რომ ეს არის მარტოვალდებულება. ხო, მე ვფიქრობ, რომ არის მომენტი, რომ ამით კომპენსაციას კი, ჩვენ ვფიქრობთ, რომ აი ჩვენ დავაპურეთ, ჩვენ გავაკეთეთ, ჩვენ ყველაფერი გადავეცით, იცი რა არის შვილო, შენთვის არის რომ წვალობ აქ. აი მე მაგალითად ამას ვერ დავეთანხმები და თუ ბავშვი რაღაცაში ჩვენ არ გვისმენს და მოზარდი მაგალითად ისეა, რომ რაღაც ისე ვერ ტარდება, როგორც ჩვენი სურვილია, როგორც მშობლების, მე ვფიქრობ, რომ მეტად უნდა ვილოცოთ და ამის რა თქმა უნდა ფიქს როგორ თქვა აი ქართულად ამ შემთხვევაში, აი ამისი მადლი და ჩასწორება, მე ვფიქრობ, რომ უფლისნებით ძალიან მარტივია. ჩემი მოსაზრება ესეთია, ჩემი გამოცდილებიდან და იცით რა მინდა კიდე გითხოთ, როდესაც ჩამოყალიბდა სამლოცველო და უკვე აქტიურად დაიწყო ფუნქციონირება, ესე ვთქვათ. როგორ იქნება სწორედ თან მე ჩავასწორებ მოღვაწეობა. განვითარება. კი, ადამიანები, რომლებიც მოვიდნენ და ესწრენ წირვებს და
თვითონ მაცხოვრებლები galva ის. როგორ ფიქრობთ? რა ტკივილებით მოდიან ისინი ტაძარში და რამდენად მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი მათთვის? ძალიან მნიშვნელოვანია ემიგრაციაში სამრევლოს არსებობა. აი მაგას ხო? აი თითქმის შემიძლია გითხრათ, რომ მასზე მე როგორც ხედავ, აი ჩემი ხედვა როგორია, როგორც თეკლა გუგეშაშვილის, მე ვფიქრობ, რომ ნომერ პირველი საზრუნავი ადამიანისათვის უნდა იყოს, რომ განვითარდეს უფრო რელიგიურად და შეინარჩუნოს ამ უცხომი წაწყალზე თავისი მრწამსი და ადათი. მე ვფიქრობ, რომ ნომერ პირველი საფიქრალი ემიგრანტების ეს უნდა იყოს. ამის შენარჩუნებაში ჩვენ გვეხმარება მხოლოდ და მხოლოდ სამრევლოს არსებობა. ჯერ ახსარება, მოდი ესე ვთქვათ, ანუ აღიარება შენი რომელიც ადამიანს შემდგომ გაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ურთიერთობებში იყო გახსნილი და ღია, იმიტომ რომ ადამიანი რომელიც ამხსარებელია, მას აღარ აქვს ურთიერთობებში დეფიციტი, იმიტომ რომ როცა რაღაცა ეშლება ქრისტინე ძალიან მარტივია, რომ მოვიდეს და გითხრას, რომ იცი ქრისტინე, მე შემეშალა შენთან და ბოდიშს ვიხდი. როდესაც აღიაროს, დიახ, როდესაც ამხსარებელია ადამიანი და აღიარების უნარი შესწევს და ეს მადლი აქვს უფლისაგან, ხო? მე ვფიქრობ, რომ მისთვის ცხოვრებაც მარტივია. რასაკვირველია, იქ აღარ მივდივარ ახლა, რომ მადლი როგორია ამ დროს უფლის, მაგრამ ზიარების მერე რა ხდება მაგამდე, რა თქმა უნდა, მას ვერც ავხსნი მე, რადგან ეს ჩემი პროფესია არ არის, მაგრამ მე ვცდილობ, რომ გადმოგცეთ შინაგან განცდას და ამისათვის ეს აუცილებელი არის, რომ სამრევლოები ყველგან იყოს და ყველგან კონდეს ქართველს იმისი შესაძლებლობა მართლმადიდებელს, რომ მივიდეს და აი აღსარებელი იყოს. ეს უმარტივლებს ადამიანს ემიგრაციაში ყოფნას. დროს არის მომენტი, როდესაც აი შენს ფიქრებში აი გაჭედილი ხარ, მოდი ესე ვთქვა და ადგილი გინდა სადაც მიხვალ და უბრალოდ ჩამოჭდები და დამშვიდდები. ნახავს, სწორედ აი ეს არის, რა თქმა უნდა. აი ამ სიმშვიდის ძიების ერთადერთი ადგილი, ეს არის სამრევლო, სადაც შეგიძლია რომ მიხვიდე, გაესაუბრო მოძღვარს და მარტო მოძღვარი არ არის სამრევლო, სამრევლო არის ადამიანების ერთობა და ის სწორედ აქ მივდივართ საერთო ჯამში მაინც წრედი იქნება ის და იკვრება, რომ როდესაც ადამიანი ამხსარებელი ხარ, შენთვის ცხოვრება ძალიან მარტივია, იმიტომ რომ შეცდომის აღიარების უნარი შეგწევს და ადამიანებთანაც მარტივი გაქვს ურთიერთობა, პრობლემა გაქვს, რაღაცა ფიქრებში გაჭედილი ხარ, ფსიქოლოგიურად დათრგუნული ხარ, გენატრება ოჯახი, შვილები თუ საერთოდაც ყველა აქ ყავს, მაგრამ უბრალოდ ქართული მიწა გენატრება, ამის შესაძლებლობა შენ გეძლევა, რომ მიხვიდე ტაძარში, მიხვიდე იმ სამლოცველო ოთახში, აქ ტაძრები რა თქმა უნდა ნაკლებად აგვაქვს, მაგრამ ჩვენთვის ტაძარი ის არის, სადაც ორი ადამიანი, სადაც როგორც ნათქვამია, რომ სადაც ორი ადამიანი ელოცებს იქ ვარ მეც, ზუსტად ესე არის, იქ ვპოულობთ შვებას. წირვის მერე გვაქვს ხოლმე ტრაპეზი. ეს არის უმნიშვნელოვანესი. ეს არის ეგრე თერაპია. ეს არის სრული თერაპია. ეგრე თერაპია. ანუ ადამიანები, რომლებიც დაუშვათ ეხლა ცდილობენ ნაბიჯების გადადგმას რელიგიის მხრივად, მოიჩქარიან იმისთვის, რომ იქ უნდა იყოს ქართველების შეკრება, ჩვენ გავცვალოთ ერთმანეთში რაღაცა გასაჭირი, თქვენი გაგვიზიაროთ, მან თავისი თქვას, იქ ბავშვებმა ერთად ითამაშონ და აი ეს გინდა არ გინდა ხო ურთიერთობებს ისე მარტივად ალაგებს რომ ერთ ოჯახად გაქცევს ანუ გამოდის რა რომ უპირველეს ყოვლისა საფიქრალი როგორც თავიდან დავიწყე არის სამრევლო და ტაძარი ხო და მე ყველაფერი მარტივად ის სამსახურია თუ რაღაცა კომუნალური პრობლემა გაქვს თუ რაღაცა არიცი და უბრალოდ ხო არიცი და უბრალოდ გაინტერესებს ახალი ჩამოსული ხარ და რა ზუსტად არიცი და უბრალოდ აი მე მაგალითად არაფრით არ მინდა არასოდეს რომ დაუშვა ხშირად უკვირთ თუ რატომ აი რატომ აკეთებთ ეკლა აი რატომ ხედავ რომ შვილები გენატრება სახში ხანდახან ვერ შედიხარ აი რატომ ხდებათ ეკლა ეს აი მე მაგალითად მიმაჩნია როგორც ადამიანს და ამის პასუხისგებლობა მაგაღებული რომ ის წვალება რა წვალებაც მე გავიარე და მე ვნახე და მე ვერავინ შემეშველა მე არ მინდა რომ სხვა ქართველმა გაიაროს აი რაღაცნაირად ვერ მინდა ქრისტინე აი რო უფიქრდები ყველაფერს თვალსეც რემლი მადგება აი არ მინდა ის რაც მე ვიცი რომ აი ამ ხრივად თუ წავალ შეიძლება რომ ადამიანი წავიქცე დავეცე და წამოდგომა დამიჭირდეს რომ ხედავ რომ მაგალითისათვის ნინო მაკა ირაკლი ვიღაც მაგალითად ამ მდგომარეობისკენ მიდის და მიმართულებით მიდის მე მინდა რომ თითქოს პასუხისგებლობა მაქვს რაღაცნაირად აი ადამიანური თუ მორალური არ ვიცი მინდა რომ უთხრა რომ ეს არ არის ის გზა რასაც შენ ცდილობ რომ გაიარო იმიტომ რომ მე აქ რო წავედი წავიქეცი და მე ვფიქრობ ყველა ქართველის ვალდებულებაა ეს ყველა მართლმადიდებლის ვალდებულებაა ეს რომ ერთმანეთს ესე შეეხიდოს და შეუმსუბუქოს განა მართლა რო დაუკვირდეთ
განა რამდენი ვართ ეს ქართველნი და აი განა რატომ უნდა მივიდეთ წაქცევამდე თუ კი შეგიძლია რომ დამეხმარო ქრისტიანი აი რატომ მე მაგალითად როდესაც თქვენ მთხოვდით რომ თეკლა მე ძალიან მინდა რომ ჩაგწეროთ ძალიან მინდა და რამდენჯერ მთხოვეთ ამასთან დაკავშირებით მაქსიმალურად ვცდილობდი იმას რომ თქვენთან მე მოსულიყავი თუნდაც იმ კონკრეტული მიზეზის გამო რომ თქვენ ეს საკითხი წამოიწყეთ და მე ჩემი მოსვლით თქვენ შეგეშველეთ ანუ დიახ მხარდაჭერა გამოგიცხადეთ აი თეკლა ესე ფიქრობს მე ესე ვფიქრობ და ამის ეკით მართლა ვერ ხედავ ვერაფერს რომ აი რატომ არა მე მიხარია რომ თქვენ ეს წამოიწყეთ გითხარით კიდევაც რომ მეც ვფიქრობდი რომ ეს რაღაცა აუცილებელი იყო სანამ დავიწყეთ ჩაწერა და აი რატომ არა თუ კი შეგიძლია რომ დამეხმარო რატომ არა ქრისტინე ეხლა მე დავსვა ამ შეკითხვას აი რატომ არ შეიძლება რომ დამეხმარო მე ღამე როგორ უნდა დაიძინო დაუშვათ რო ვთქვა აი დღის ბოლოს რო იცი რომ დახმარება შეგეძლო და შენ არ დაეხმარე როგორ უნდა მოისწონო ადამიანმა მე არ ვიცი ეს ვერ წარმომიდგენია თეკლა თქვენ ბავშვებს სკოლაში ასწავლით გალობას მე ვასწავლი გალობას ჯერ მე რა ვიცი მაგრამ რაც ვიცი ვცდილობ რომ გადავცეგი რა არის თქვენთვის რას გაძლევთ ემოციურად ქართველი ბავშვებისთვის ქრისტიანული ღირებულებების გადაცემა ეს ხო რაღაცა ეს ძალიან დიდი რამეა ძალიან დიდი აი უსაშველოდ დიდი მოდი ახლა მაშინ აქ მარტო ის ხო არა რომ დავდეკი აქ მე წარმომიდგენია ხა რომ იქნება ისტორიების გაცვლა რა საკვირველია რა თქმა უნდა საიდან მოდის ეს გალობა კი ბატონო კი რა თქმა უნდა ჯერ მივსწავლობ ანუ და მე მივდივარ და ვცდილობ რომ ბავშვებს გადავცე რადგან სკოლაში დავდიოდი მყავდა აღარ მახსოვს სახელი რელიგიის მასწავლებელი საოცარი ქალბატონი იყო და ესე გითხრა ერთ გაკვეთილზე რომ როდესაც რამე პრობლემა გექნებათო თქვითო ესეთი ლოცვა უფალო იესო ქრისტე ძე ღვთისავე შემიწყალე მეცოდვინი და თქვენო აუცილებლათო ეს პრობლემა მოგიგვარდებათო და მას შემდეგ რამდენი წელი გავიდა სკოლა ძალიან დიდი წელი გავიდა 20 მეტი ეს არის ჩემი ლოცვა ყველაზე ძლიერი სხვათა შორის მინდა გითხრათ მოკლე ლოცვა მაგრამ ეს არის ყველაზე ძლიერი მოდი ახლა გავშინაურდები თქვენთან ეთერში და მაშინ მე გეტყვით ამას რომ დაახლოებით 2005 წელი არნა 6-იან რაღაცა ესეთი რა 10-მდე რაღაცა ეს პერიოდებია და ძალიან მიყვარს ეგ ლოცვა აი თითქმის ხშირად რომ სულ ვიმეორებ ანუ ტვინში ეს მორბენალის ტრეკნოის სულ დარბის და მაშინ რა თქმა უნდა ეხლა არც მანქანის შესაძლებლობა იყო არც ნუ ეხლა რომ ჩემი მშობელი ამას მოისმენს და ჩემი რასაკვირველი აიტირებს იმიტომ რომ კიდევ ერთხელ აღვნიშნავ რომ ძალიან კარგი ოჯახი მაქვს საქართველოში ღმერთმა დამილოცოს დედმამიშვილები დაცდა ძმაც და მათთვის არასდროს მithkoms რომ ეს ესე მიჭირდა რა ქრისტინე იმიტომ რომ ეს იყო წარმოუდგენელი იმიტომ რომ ყველა ჯერზე როგორებადი შეიძლება და საქართველოში რომ ჩავდიოდი ყველა ჯერზე მემუქრებოდა ჩემი ძმა რომ აეხლა მე შენ პასპორტს დაგიხევ აეხლა მე შენ მეც აღარ გაგიშვებ იმიტომ რომ ის ნერვიულობდა რომ ასე უცხო ქვეყანაში უნდა ყოფილიყავი რა და იყო დრო როდესაც არ იყო ეკონომიურად ეხლა ისეთი სიძლიერით რომ ყველაფერი კარგად ყოფილიყო და ღამდებოდა ხანდახან ისე რომ ადამიანს სახში საჭმელიც არ გქონდა რაღაც და ისე მახსოვს რომ ვიყიდით ხოლმე დიდ მოიცა როგორ არის ქართულად ტომარა კარტოფილს და ეს ჩემთვის იყო ძალიან მძიმე იმიტომ რომ ძალიან თხელი ვიყავი ხო და ეს მძიმე კარტოფილი ხომ მეჭირა ხოლმე 10 კილოიანი და ჩემთან სახში მაშინ ვაცხოვრობდი ძალიან ბევრ ქართველებს ეს არის ძალიან ცნობილი ფაქტი ქართველებისთვის რომ თუ კი ვინმე დარჩებოდა ჩემთან უსახლკაროდ ჩემთან სახში ვაცხოვრებდი ამ ქართველებს ამათთვის მქონდა კარტოფილი და თან სულ ჩხუბობდი ამ საკითხზე რომ თქვენ ქუჩა დადიხართ რომ ბიჭები იყვნენ და ჩვენი რაჭიდან წამოსული ბიჭები იყვნენ ესენი ამას რომ მოისმენენ საკუთარ თავს იპოვნიან და სულ ჩხუბობდი რომ თქვენ ბიჭები ხართ დადიხართ და კარტოფილი მე რატო უნდა ვატარო და მეძლის მაქვს კარტოფილი და მეძლის მაქვს და ისინი ამბობდნენ რომ დაანებენ ნუ მოგაკ ჩვენ მოვიტანთ მაგრამ სანამ ისინი მუშაობას მორჩებოდნენ მე მინდოდა რომ უკვე საჭმელი გამემზადებინა მათთვის და ამ კარტოფილს ესე იგი მოვნიშნავდი ხოლმე ადგილს აქედან დავუშვათ 2 ცალი რაღაცა გაჩერების იქეთ და ვამბობდი ეხლა ამ ძიმე კარტოფილს დავიჭერ და ამ ორ გაჩერებაზე უფალო იესო ქრისტე შემიწყალე მეცოდილი უფალო იესო ქრისტე შემიწყალე მეცოდილი და მე და ჩემი შვილი ლიდლიდან ძალიან ძიმე პარკებს მოვათრევდით ეს ხელეკი და 7 წლის იყო და სუსტად მაგლოცვით მივდიოდი ესე გაჩერებებამდე აი ზუსტად რომ ესე შემსუბუქებული იყო ხო და ერთი სიტყვით აი ესე იყო და აი ეს ლოცვა ჩემთვის იყო ისე გამსუბუქდებოდა ხოლმე ეს კარტოფილი
რომ იმ გაჩერებას რომ ჩავწდებოდი ხოლმე, ანუ სადაც მქონდა ეს მონიშნული, ნიშნული, რომ აი აქამდე თეკლა მიიტან და დაისვენებ, იმიტომ რომ სახში მე ლევანის, მიშიკოს, გაგას, გუგას და ასე შემდეგ მალხაზის და იადეიდას და ლიადეიდას და ასე შემდეგ საჭმელი გააკეთო, რომ ეღარ ვერეოდი რა ამ კარტოფილს და მეთქი აი უფალო იესო ქრისტე შემიწყალ და ესე გავიარე და ღმერთს მადლობა რომ ყველა გასაჭირის დროს მაგ მდგომარეობამდე რომ მივდივართ, რა თქმა უნდა ეს არის უძლიერესი ლოცვა და გააგრძელეს, ორი არჩევანია და მოდი თან დავაჩქარებ მოვლენებს. რაც შეეხება გალობას, მე როცა პატარა ვიყავი, ჩემი და იყო სწავლობდა კულტურის ინსტიტუტში, აკადემია იყო მაშინ პლეხანოზე, მე პატარა ვიყავი, მაშინ აი ჩემი შვილების სწავლი და სწავლობდა და იყო მგალობელი რეგენტი, ანუ აი ესეთი მგალობელი რეგენტი და სულ მაინტერესებდა ხოლმე რომ რა ძალიან ისეთი ოჯახი მაქვს, როგორც აღნიშნე პატარაობიდანვე სულ ჩართული განსავლი მართვე რაღაცა ჩემი ძმა სალამურზე უკრავდა ჩემი და გოგონათა ანსამბლში მღეროდა და აი ეს ძალიან ესეთი აქტიური ოჯახი მაქვს და კულტურით და ღირებულებებით სავსე და სადაც გავიზარდე და ჩემი და რო იყო ეს გალობელი რეგენტი და გუნდის ლოტბარი, უბრალოდ ესე ერქვა და სწავლობდა კულტურის აკადემიაში მარჯანიშვილზე და სახში რომ მოდიოდა ხოლმე და მეცადინეობდა. ვიჩექი ხოლმე და უსმენდი. მას კი არ ეგონა რომ მე ამას უსმენდი. და მე მინდა გითხრა დღეს, რომ აი იმ ბავშვებს ამდენი წლის მერე აი იმას ვასწავლი, არასდროს ჩემი დისთვის არ მithქვია. რასაც ჩემი დისაგან სახლში ვისმენდი, ანუ ეკა როდესაც ამაზე მეცადინეობდა, აი ეს იყო ჩემ ქვეცნობიერში და ეხლა ისე მოდის, რომ მახსენდება ძებნი ვიხსენებ და მე მივდივარ რომ ბავშვებს გადავცე. და აი ეს იმიტომ რომ მე ეს არ არის ჩემი პროფესია. კი ქართულ ხალხურ სიმღერებს კი ბატონო მღერი და მამას განმოვდგას და საერთოდ გუგეშაშვილების ჯიში ისეთია რომ ყველა მღერის, მაგრამ საგალობლები და გალობა არასოდეს არ მქონია გამოცდილება. 4 შვილი. ძირითადი პროფესია. თქვენი პირადი საქმეები და აი ესეთი დიდი დოზით ის საქმე, რასაც აკეთებთ ქართული საზოგადოებისთვის და ზოგადად საქართველოსთვის. როდის ასწრებთ და როგორ ასწრებთ ამდენს? ეს მე თვითონაც ვინკვირს ქრისტინე, აი მართლა სერიოზულად ვინკვირს. ეხლა ამ დილას მაგალითად აეროპორტში წამოვედი დილას 7:30-ზე რომ დავხვედროდი ირლანდიელები იყვნენ წასულების მოსალოდსაც საქართველოში და უკან მოდიან და რაღაცა იქედან მოდის სამრევლოსათვის და მაგისთვის ჩამოვედი რომ დავხვედროდი და ხო ამდენი ხანია მეძებ და ცდილობ რომ რაღაცნაირად ჩვენი შეხვედრა შეხვდეს და ზუსტად აი ესე მოხდა რომ მე რომ დუბლინში მივდივარ ჩქარა გამოვიყენო რომ ქრისტინეს სტუდიას გადავადებინეთ ჩაწერები და კი ბატონო ზუსტად ესე იყო რომ აბა ჩქარა იქ ვარ ეხლა აი აქედან რომ გოლვეიში ჩავალ ხო დაახლოებით ერთი 5-6 საქმე მაინც მოსაწესრიგებელი მაქვს სამსახურეობრივი როგორ არის იცი ქრისტინე დღევანდელი დღით ვცხოვრობ რა თქმა უნდა ვიცი ხა ეს პროექტები რომ მოდის და რაღაც მაგრამ სანამ დილა არ თენდება ამ საკითხებზე არ ვფიქრობ გეგმა ვაკეთებ მხარში მიდგას ძალიან ძლიერი გუნდი ამ სათვისტომოს მხრივად ძალიან კარგი სამეგობრო გვყავს ქართველების რამდენიმე ოჯახი ვართ გაერთიანებული რომლებისთვისაც ეს ყველაფერი ღირებულია და ყველაფერში დღეთ უღამე მხარში მიდგანან მაგალითად პატრიკის დღე აღლუმი მოიჩქარო და ჩვენსკენ და ვკერავდი აი ესეთი სურვილი მქონდა რომ 7 მეტრა 5-ზე უნდა შეკერილიყო ქართული დროშა და გადავაბით ზეწრები და ეს ბიჭები მთელი დღე ხო სამსახურში მუშაობდნენ და ღამე 8 საათზე რჩებოდა ზოგი ფეხზე ვეღარ იდგნენ და აი ამას უნემს და ძაფით ვკერავდით იმიტომ რომ ვერც მანქანა კერავდა ვერც ვერაფერი და ვიდექით ამ დარბაზში და ვკერავდით ანუ რის თქვა მინდა იცი რომ ძალიან კარგი სამეგობრო გვყავს ძალიან კარგი წრე გვყავს ვისთანაც ჩემი აზრებით ვერთიანდები და ვინც კარგად იგებს აი ამას რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის და ჩვენი შვილებისათვის რომ ეს ყველაფერი შევინარჩუნოთ მაგრამ აი ეს ძალა საიდან მომდის დღემდე ვერ ავხსნიმი ამას ალბათ ვფიქრობ იმითი რომ ამისი გასაღები ალბათ კი არ და ესეა რომ არც ერთ საკითხს თქვენთან მოსვლის არ იყოს არ ვიწყებ ლოცვა-კურთხევის გარეშე ანუ თუ მოძღვარს არ შეუთანხმდები რომ აქ მყავს მოძღვარი მამა ტუდორი რუმინეთის ეპარქიიდან და პირველი უთანხმდები ხოლმე მამა არჩილს თბილისში ჩემს მოძღვარს მე მამა ტუდორს აქ რომ აი ამას ვფიქრობ მომცემენ კურთხევას მე უფი ანდრიას მივწერ ხოლმე რომ მე უფი ანდრიასით რაღაცას ვფიქრობ და დამილოცე გზა მეტყვის ხოლმე რომ კი და მე როგორ მოვდივარ და ვაკეთებ იცი რომ მე თავადაც ვეღარ ვიგებ თვითონ კეთდება ფაქტიურად მე ვარ აი ამ საქმეების რაღაცა ხელი ჩემს ადგილას შეიძლება თქვენ იყოთ შეიძლება სხვა იყოს მნიშვნელობა არ აქვს მე ვფიქრობ რომ აი
უფლის მედლით, დიახ, უფლის მადლით ეს ყველაფერი თავისით წესრიგდება, იმიტომ რომ ეს იმდენ ენერგიას მოითხოვს, რომ ადამიანს ეს ენერგია არ აქვს, ანუ განა მე რამეს ვაკეთებ. აი თავისით ლაგდება, აი თავისით წესრიგდება. აი ჩამოვედი ახლა მაგალითად დუბლინში წასაღებად რაღაცა ნიუთების და თქვენც უცებ დაალაგდა რაღაცნაირად, აი აღმოჩნდა, აი ესე მიდის ხოლმე სულ. და რო გითხრა რომ აი მე რაღაცნაირად ამის გამო ან სტრესში ვარ ან რაღაცა ქაოსურ მდგომარეობაში ვარ, არა, უბრალოდ ჩემი სიამოვნებისთვის რო ვთქვათ ესეთი რომ აი კინოში წავიდე რაღაცა ამისთვის დრო ბავშვებთან ერთად რაღაცა არ ამჩება ხოლმე ეს ამისი დრო ხო ამისი დრო არ მჩება უფრო როდესაც აი დრო მაქვს და რაღაცა ვცდილობ ხოლმე რომ თითოეულ ბავშვს მოусმინო რომ სად რა არის ის რომ აი წავიდე დაუშვათ ჰოლიდეი მოუწყო ჩემ თავს საქართველოშიც რომ მივდივარ ანუ მივლინებით მივდივარ ანუ მისიით ვერ ვნახულობ ხოლმე ჩემს ოჯახს ჩემს დედმამიშვილებს სულ კონფლიქტია ამაზე თეკლა ბოლდოსკენ გავიწიოთ. თუმცა მე არ მინდა ეს საუბარი დასრულდეს, იმდენად საინტერესოდ საუბრობთ, მაგრამ არის დროის ფაქტორი და ბოლოსკენ რომ წავიდეთ, მინდა ესეთი რამე გკითხოთ. თქვენ 25 წელი ემიგრაციაში. აი ესეთ პირველ რიგში მადლობას გეტყვით იმისთვის, რასაც აკეთებთ ქართული საზოგადოებისთვის და მეც ამის ნაწილი ვარ. აქ ქართული მართლა არ ვიცოდი და როდესაც თქვენთან თქვენი სტუმრობა დავგეგმეთ და თქვენს სოციალურ გვერდებს გადავხედე, საოცარ რაღაცებს აკეთებთ. ქართული საზოგადოებისთვის ამას სჭირდება ენერგია, ამას სჭირდება სურვილი, ამას სჭირდება დრო და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. თქვენ როგორ ფიქრობთ? თქვენ და თქვენი შვილები დაბრუნდებით თუ არა საქართველოში? ბავშვები კიდევ შეიძლება არ ვიკითხო იმდენად, უფრო თქვენ. აი ზუსტად მაგას ვიწყებდი, მე მგონია რომ მორჩი შეკითხვას, მე და ჩემი მეუღლე აუცილებლად დავბრუნდები, მაგრამ რაც შეეხება ბავშვებს, რო ვაკვირდები, მიქაელი პატარა და ჯერ საუბარი ამაზე ნაკლებად, იმიტომ რომ მისი პერსონალიტი იმდენად არ ვიცი, ხა როგორ ეს უფრო დამოკიდებული დედაზეა და ინდიპენდენტ არ არის, ხა პატარა, მაგრამ რა თქმა უნდა. აი მე ვფიქრობ, რომ ესო ჩემი მესამე გოგონა 100%-იანი, იმიტომ რომ მას ყველაფერი აინტერესებს, რასაც ვაკეთებ, აი ახლა აქ ვინც ჩამომყვა. და მე რასაც ვაკეთებ, მე ზუსტად დარწმუნებული ვარ, რომ კესო ამ ყველაფერს გააგრძელებს, როდესაც მე უძლური ვიქნები ამ ყველაფრის გაკეთების და მე ვფიქრობ, რომ მე აუცილებლად დავბრუნდები ჩემს მეუღლესთან ერთად და კესოც დაბრუნდება, მაგრამ დანარჩენ სამზე არ ვიცი, ნამდვილად არ ვიცი, იყოს ნებაუფლის, მაგრამ ჩემი ოცნება, რომ ჩემი ოჯახი კი არა, ჩემი ოცნება, რომ ყველა დავბრუნდეთ. რატო ხდება ისე, რომ წამოსვლა უფრო მარტივია? და დაბრუნება ძალიან რთულია. თითქმის შეუძლებელია. თითქმის. მე ვფიქრობ ხოლმე და ძალიან ცოტანი ვბრუნდებით. მე ვფიქრობ, რომ ამისი მიზეზი არ არის ის, რომ ჩვენ საქართველოს არ გვიყვარს, არ არის ის, რომ ჩვენ უცხო ქვეყანაში გავცვალეთ ჩვენი მიწაწყალი. ხშირად ხვდები ხოლმე სოციალურ ქსელში გადავწყდები ვარ ესეთ რაღაცებს, რომ აი ემიგრანტები რო გაიხურავენ კარებს და ეს ყოველთვის გული მტკივა ხოლმე, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ ერთი წუთითაც რო ჩვენი ფეხსაცმელი მოირგონ, ალბათ ძალიან მოუჭერთ. ალბათ კი მოუჭერთ ერთი და ალბათ ძალიან ინანებენ და ალბათ აღსარების რიგში ჩადგებიან, რომ ეს რამხელა ცოდვა აიღეს საკუთარ თავზე, იმიტომ რომ გაუთვითცნობიერებლად ამბობს ადამიანი ამას. ეს არის მოუშუშებელი ტკივილი ჩვენთვის, მაგრამ რატომ არ ვბრუნდებით სახლში? იმიტომ არა რომ ჩვენი ქვეყანა არ გვყვარს, იმიტომ კარგავთ იქ. ხო, ალბათ აი ეს არის, რომ როდესაც ამას მნიშვნელობა არ აქვს ირლანდიაში თუ ნებისმიერ ქვეყანაში, როდესაც შენი ქვეყნიდან მოდიხარ, დრო ხომ არ ჩერდება და ღმერთს მადლობა ამისათვის, დრო ხომ მიდის და მე ვფიქრობ, რომ ამ დინებასთან ერთად ჩვენი კალაპოც ალბათ იქ ვკარგავთ. და აქეთ კი, აი აქ ვიწყებთ, მე აქ უერთდებით და ეს ურთულესია, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ რომ ალბათ ასაკში რო ვიქნები უკვე ჩემს შვილებს რომ გზაზე დავაყენებ ეს სწორი ნათქვამი არ არის უფრო რომ ეცოდინება რომ მიქაელს გაიზარდა ის მხოლოდ 8 წლის არის ცხოვრება იქნება სწავლიანი მუშაობა მე კი აი მე უფრო ვფიქრობ რომ მე აუცილებლად მინდა რომ დავბრუნდე მაგრამ იცი რას ვიტყვი რას ვერ პატიობ საკუთარ თავს ვერასოდეს დროს უკან ვეღარ დავაბრუნებ აი ეს ის საკითხია სადაც ფიქრებს არ უშვებ იმიტომ რომ მე თვითონ მჭირდება ფსიქოლოგი რომ ჩემი მშობლები ასაკში შევიდნენ ისე რომ ფინანსურად ჩემი მხარში დგომა არასდროს დასჭირებიათ და რა თქმა უნდა მონაწილეობა არც მიმიღია ამისთვის მადლიერები არიან რომ ჩვენს ოჯახს ხედავთ და მათი დახმარება აქეთ არ გვჭირდება მაგრამ აი დედასთვის და მამასთვის რაც შეიძლება და როგორ ჩვენს რო აი გამეკეთებინა
დრო. აი იმას უკან ვეღარ ვაბრუნებ, ხო? და აქედანაც რომ ჩავდივარ ხოლმე, აი ეს ისეთი სენსატიური საკითხია, რომ აი ფიქრითაც ვერ მივდივარ და აქედანაც რომ ჩავდივარ უკვე ვაანალიზებ იმას, რომ ჩემთვის უსაყვარლესი ოჯახის წევრები, მამი და რაღაცა ის აღარ არიან და ვაიმე აი დედა და მამაც ამას რა თქმა უნდა ყველა წარმსვლელივად ამ ქვეყნიდან და აქანავინ დავრჩებით ეს ყველა ვიცით და გააზრებული გვაქვს თვითონ მეც და დროის საათი ყოველთვის ჩართული გვაქვს გუფალმა გადაწყვიტოს, მაგრამ რო ვაანალიზებ, რომ ჩემი დედა უკვე მოხუცია და ჩემი მამაც უკვე 80 წელს გადაცილდა და შენ თეკლა რა გააკეთე მშობლებისთვის, როგორც შვილმა. აი დაუშვათ გააკეთე შენი შვილებისთვის, როგორც დედამ, შენი ქვეყნისთვის რაღაცა დაუშვათ კენჭი მაინც რაღაცა, მშობლებისთვის არაფერი არ გამიკეთებია. და აი ამას რო ფიქრდები, ხო? დედა კი შემაძლებინებს ხოლმე და მეუბნები, რომ თეკლა ჩვენ გვიხარიხარ შვილო შენ რასაც აკეთებ შვილო მე ამითი მადლიერი ვარ რაღაცა, მაგრამ როგორც შვილი ალბათ საკუთარ თავს ვერასოდეს ვერ ვაპატიებ ამას, ეს არის ჩემი ყველაზე დიდი ტვირთი. როგორც მშობელმა ვალი მოვიხადე შვილებთან და ვიხდი, მაგრამ როგორც შვილმა მშობელთან მე ვერაფერი გავაკეთე. და აი ეს არის კიდევ ბრუნდები, მაგრამ ჩემი დაბრუნება იქნება ძალიან გვიანი ჩემი მშობლებისათვის. და რომ ის ძირითადი 25 წელიწადი ფაქტიურად ვერ დაბრუნდებ. აღარ არსებობს, ხო? ბოლო კითხვა. ტრადიციული ესეც თქვენ ამდენი გამოცდილება, ამდენი წლიანი ემიგრაციაში ამის რჩევის მიცემის საშუალებას თავისუფლად გაძლევთ და რა იქნება თქვენი რჩევა ემიგრანტებისთვის, რომლებიც ახლა იწყებენ ამ გზას? პირველ რიგში რომ ერთმანეთი უნდა უყვარდეთ და ერთმანეთს დაეხმარნონ. ყველა ერთს აქვს ეს და ერი აქ არაფერ შუაშია პრინციპში, ყველა ადამიანის ბუნება არის ესეთი, ამას რომელსაც ჩვენ ვერ შევცვლით, ხანდახან არის ხოლმე რაღაცა ურთიერთობების დეფიციტები. მე ვფიქრობ, რომ თვითმფეულმა ემიგრანტმა, თქვენს მეც და აბსოლუტურად ყველამ უნდა აიღოს ადამიანური პასუხისმგებლობა, რომ თუ შენ რამეში შეგიძლია რომ გამოადგე მეორე ადამიანს, ხვალე არ უნდა გადადო. და რომ ეს ხვალე შეიძლება მისთვის ძალიან გვიანი იყოს. აი ჩემი რჩევა არის, რომ ჩემი გამოცდილებიდან და სწორედ ეს არის, რომ ყველასთან რომ მე ესე ვარ ხოლმე, ხანდახან კითხვა უჩდებათ, რომ მაგალითად ამას ინებზე იყო პოსტი, რომ თუ ვინმეს დაგჭირდებათ თარჯიმანი უფასოდ მოგემსახურებით. ვერ გაიგეს დიახ ხალხმა რატომ? ალბათ ცუდი თარჯიმანია და ჩვენზე ხო, ალბათ პრაქტიკას ხო. ანუ თუ ვინმეს გინდათ თარჯიმანი, ყველას მოგემსახურებით ქართველების ჯგუფში დავდეთ ესეთი რაღაცა. წამოვიდა მე ესეთი იდეები, რატო აინტერესებს ინფორმაციები თუ რა, არავის არ გვაინტერესებს პირადი. არც სახელი და არც გვარი, დარეკე და გადაგითარგმნით სამსახურს ეძებ თუ სოციალთან პრობლემა გაქვს თუ რა, არ გვაინტერესებს იმის იქით არაფერი. ალბათ მე ვფიქრობ, რომ ეს ჩემი იდეა კი არ იყო ყველა ინგლისურის მოლაპარაკეს ჩვენს გუნდში. და სურვილი უბრალოდ იდეის ავტორი მე ვიყავი, მაგრამ სურვილი მის მოლაპარაკეა, ყველა მზად იყო იმისთვის, რომ ხმარება გაგვეწია, მაგრამ ამის უკან დადგა რაღაცნაირად კითხვები, რომ რატომ უნდათ ეს ამის გაკეთება, აი თქვენი ინტერვიუსი არ იყოს, რატომ უნდა კრისტინეს, რომ ყველაფერი იცოდეს. ეს ამის უკან რა დგას, რა გინდა ისეთი რომ იცოდე, რაც შემიძლია რომ მე თავად არ გითხრა, ხო? ანუ მე ვფიქრობ, რომ ყველა ადამიანის ადამიანური პასუხისმგებლობა არის ეს, რომ ერთმანეთს დახმარების ხელი გაუწიონ და უყვარდეთ ერთმანეთი, იმიტომ რომ სიყვარულია თვითონ ღმერთი და ანუ ერთმანეთი აუცილებლად უნდა გვიყვარდეს, ჭირშიც უნდა გვიყვარდეს, დაცემაშიც უნდა გვიყვარდეს, წარმატებაშიც უნდა გვიყვარდეს, შენც თუ შეგიძლია რომ შემეშველო, ნუ კი დამაკრინებ თუ რამე არ მოგწონს, მოდი და შენ შემეშველე. წარმატების გაზიარების პრობლემაც არის. უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი, თუ ერთმანეთი გვიყვარება, არც მაგის პრობლემა აღარ იქნება, მაგრამ ეს ქართველების პრობლემა არ არის, კრისტინე. ადამიანის ბუნებაა. რომ ზუსტად ადამიანის დაცემული ბუნების ნაწილია ეს, რომ მაინც გინდა არ გინდა რაღაცა ესე და მე ვფიქრობ, რომ ერთმანეთი უნდა გვიყვარდეს და რაც შეგიძლია რომ დღეს დაეხმარო, ხვალე არ უნდა გადადო არავითარ შემთხვევაში. რომ ხვალ შეიძლება უკვე გვიანი იყოს. ძალიან დიდი მადლობა თეკლა. უღრმესი მადლობა რომ დაგვითმეთ რომ ძალიან საინტერესოდ ვისაუბრეთ და მე პირობას გაძლევთ რომ აუცილებლად მივიღებთ თქვენს მოწვევას და ჩვენ ჩამოვალთ გალვეიში. დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. ძალიან დიდი მადლობას მოგახსენებთ თქვენ, ძალიან დიდი მადლობა თქვენს მაყურებლებს რომ დროს დამითმობთ და მოისმენთ ახლა თეკლას საუბარს, გაეცნობით მის ცხოვრებასაც და რასაკვირველია, სიამონებით მიგიღებთ, როცა კი სურვილი გქონდეს, რომ მითხარით თქვენ, რომ ჩვენ ჩამოვალ და ჩვენ ჩაგწერთ, მანდ ჩაგწერთ, ოღონდ თქვენ დრო გამოყავით, ისეთ რაღაცნაირად ვიგრძენით თავი, რომ ღმერთო მეთქი რამდენად მნიშვნელოვანია თეკლა ეს და მოახერხოთ და შეიძლება და ღმერთს მადლობა, რომ შევიძელით.
მადლობა მოწვევისათვის, გაგიცანით ორი ძვირფასი ადამიანი, ძალიან დიდი მადლობა. გავაგრძელოთ მეგობრობა. აუცილებლად. მრავალი პროექტი მოგდის, მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენც ბედნიერები იქნებით იმის წინააღმდეგ და მობრძანდით ჩვენთან, ჩვენს გვაქვს იქ პატარა საქართველო და ისეთი ერთი ოჯახი გვაქვს, ერთი რამდენიმე ოჯახი ვართ და გვაერთიანებს ერთი ოჯახი ვართ და ძალიან მარტივია. ვავსებთ ერთმანეთს. მადლობა მოწვევისათვის და მადლობა მაყურებლებს. ჩვენი ეპიზოდი დღეს ამით დასრულდა. როგორც ქალბატონმა თეკლამ თქვა, არ უნდა გადავდოთ ერთმანეთის სიყვარული, ერთმანეთის დახმარება და თქვენც არ გადადოთ, გამოიწერეთ ჩვენი არხი. ყველა სოციალურ ქსელში დაგვალაიქეთ, იმიტომ რომ ჩვენ ეს გვჭირდება იმისთვის, რომ გავაგრძელოთ არსებობა და ძალიან ბევრი ადამიანი გაგაცნოთ კიდევ და კიდევ ჯერჯერობით ირლანდიიდან. შემდეგ არ ვიცი, ვნახოთ დროებით, გემშვიდობებით.